და ალექსანდროვსკა მოვედით ნიუ ჰოსპიტალში და ალექსანდროვსკა უკვე დაფეთებული მომყვება. აქ ჩვენ ადრე ვიყავით. პატარა რო იყო ალექსანდროვსკა აქ ვიყავით. წავედით. მეც მიხარია. აქ ბევრად კარგია, ბევრად. ჰოსპიტალში მიგვიღეს ადამიანურად, დაგვარეგისტრირეს ადამიანურად, რიგში ვდგავართ და ველოდებით ადამიანურად. Хватит რა კარგია. А смс. А что это все? Тут написано твое имя, фамилия, код рождения, да. Это, ага. А это что? Когда открыли? Что открыли? Вот карточку твою. Александра, посмотри, ты не переживаешь, не волнуешься? Все хорошо? Пока ничего не будут тебе делать. Сегодня გითხრათ ახლა ის როგორ შეგრძნება, მაქვს დამშვიდებული და ძალიან კარგი. ვსნებ თავს, რომ ასეთ გარემოშივათ. ეს ჩემთვის დამაკმაყოფილებელია, კარგია, რასაც ვხედავ, ყველაფერი მომწონს, ყველაფერი მაკმაყოფილებს, ახლა შევავთ და ნახოთ ექიმი რას გვეკითხვის. Რა თქმა უნდა, really ладно. Пойдем, давай пешком спустимся. Давай. А что там? Счастливый ребенок. Застегни курточку, нам надо сейчас такси вызвать. Ну что, довольная? Вафельку взяла. Доктор сказал, после операции много кушать нельзя. Только мороженое. Анарчас მოგიყვებით სახლში. ერთი აპარატი არ გამაზა, ჩემმა შვილმაზე ვიდგინდა, ვიდგინდა. Оно не холодное, дай покажи. Холодная. Чуть-чуть. Где наше такси? Ну как? Что такое? Ну как? Двигаться за нервиуловс. Тетика, у всех гланды есть. Как ты рождаешься так? Да как появился? Ну я не знаю, боженька вот так создает гланды. Смотри, как красиво. Мивდივართ სახლში და საცობია. Это хистацари. Александра, видишь, как красиво наверху? Дай помаду, мне стерлась. А где помада? Я тебе дала в сумку. На, бери, покажи. И артист, чем ушла, мы ровно рвем. Нагрел? Точно туда положила? Или мне в карман? Такой весь царь мукиткенет, эйсра кудиания. Заодно, да? И что ты там нашла? Телефон, конечно. Экима амахалцался аргефини, аргецодебато. Положи, зачем ты все достаешь сейчас? О, Аргецодебато. вот эту помаду возьму. Я не нахожу, поэтому... Сацобия. Я не нахожу свою помаду, она далеко заплыла. Когда сделаешь операцию, я тебе красивые помадки куплю. И такую. Хорошо. Прямо Кико, да? Кико Милано. Италия, да? Вот такие 3 штуки купила. Угу, окей. Кто у меня тут Там хитренькая? как у Америки стоит кто-то. Где? Что там? У Америки как кто-то стоит. У Америки что стоит? Одна башня ада какая-то. Красиво, да? Давно сюда не выходили. Саугуни, как торговый
Вон там наверху президент живет. Президент Грузии. Это его дом. Откуда ты знаешь? Вот, смотри. Видишь, какой дом большой у него? А как выглядит сам президент? Сам президент Грузии как выглядит? Если честно, я тоже плохо знаю. Тогда загрузи на поиск. Აი გეფიცებით ესეთ დროს ჯობია ავტობუსი და მეტროთი სიარული. ჩვენ უკვე სახლში მოვედით. ძალიან დავიქანცეთ გზაში, იყო საცობები 1 საათი, იქით საათი აქეთ, მაგრამ ეს ამად ღირდა. ის რაც მე ნანახი მაქვს და იცით ახლა აღარ ვიტყვი. ეს კლინიკა, ესე იგი საერთოდ არ შევადარებ, საერთოდ არ შევადარებ რა, როგორი პროფესიონალებიც არ უნდა მუშაობდნენ, უბრალოდ არ შევადარებ. დავიწყებ იქიდან, რომ ვიზიტი, მაგალითად ვიზიტი, ხო? ქევანიშვილში ღირდა 80 ლარი, ნიუ ჰოსპიტალში ბერდიებერიძესთან ღირდა 95 ლარი. პრინციპში ზაზამაც და ბერდიამაც ძალიან კარგად მიგვიღეს ორივემ და ორივემ ერთი და იგივე დიაგნოზი, რომ აუცილებლად საოპერაციო არის ეს ბავშვი, წყალი რო არ გაუვა რა. წყალი რო არ გაუვა, ისეთი საოპერაციო არის ალექსანდრა. მე დღესაც მივდიოდი, როგორ იცით, რომ ბერდია მეტყვის, რომ გადაიზრდება, არ ჭირდება ამბოს ოპერაცია, მაგრამ არა. მითხრა რომ საოპერაციოა, ეგრევე დაფინანსებაზე, როგორც ვხვდები, თვითონ ავსებენ ამ ყველაფერს და ჩვენ ეხლა უნდა გავიაროთ კარდიოლოგთან კონსულტაცია, კარდიოგრამა და გულის ეხოსკოპია, აი ეს მთხოვა, რომ აუცილებლად გადავიგზავნო თანაშემწეს და ამიტომ ალექსანდრა ჩავწერე ავერსის კლინიკაში, უბრალოდ ჩავწერდი ნიუ ჰოსპიტალში, დღესვე გავუკეთებდი. ფასში ძალიან ცოტა არის განსხვავება, ანუ ნიუ ჰოსპიტალში ღირდა ეს ყველაფერი 195 ლარი, ავერსში ღირს 170 ლარი. უბრალოდ არ იყვნენ დღეს. აქ ჩემს ვაირა. მიღანიეთმა. დალეცა. Не смешно. ხოდა მოდით უცბად ვიტყვი, იმიტომ რომ არ მოიცადეთ ერთი წუთი. ხოდა მოდით იმას ვყვებოდი, რომ ავერსის კლინიკაში ღირს 170 ლარი ეს ყველაფერი, იქ ღირს 195 ლარი. დღეს სამწუხაროდ იქ უკვე აღარ იყვნენ. იქვე გავუკეთებდი ბარემ და მოსტუმრებული მექნებოდა, მაგრამ ეხლა ხვალან ზეგრო ჩავეწერო, ის უნდა გადავიხადო დღეს მაგალითად მხოლოდ ტაქსებში იქით და აქეთ 35 ლარი გადავიხადე და ამიტომ რა თქმა უნდა მირჩევნია ავერსის კლინიკაში გავუკეთო ეხლა ალექსანდრას, იმიტომ რომ ჩვენგან პირდაპირ ტრანსპორტი მიდის იქ და ჩავწერე ისეთ საათებში, რომ ტრანსპორტით წავიდეთ და ზედმეტი ხარჯიც არ გქონდეს. მე და ალექსანდრუშკას მოკლედ აი ესეთი ამბებია, ჩემო კარგებო. ოპერაცია ჯერ არ ვიცით რომ რიცხვში იქნება, მაგრამ აუცილებლად იქნება. ვემზადებით საოპერაციოდ. ეხლა როგორც გითხარით, კარდიოლოგის კონსულტაცია და ეს ყველაფერი, შემდეგ კიდევ რაღაცა კვლევები იქნება ალბათ საჭირო. ჯერ არაფერი არ უთქვამთ. მითხრა რომ არ გეცოდებაო ახალი წლის პერიოდში და მეთქი არ მეცოდება დრო არ გვაქვს სალოდინო, იმიტომ რომ მე ვიცი რა მდგომარეობაში არის ჩემი შვილი, როცა ავადობს, ეს ერთი პირველ რიგში, მეორე ის რომ მთელი დეკემბერი ახლა სკოლას ვაცდენთ, იმიტომ რომ არიქა იქნება როგორმე არ გაცივდეს და არ ვიცი, ნაკლები კონტაქტი ქონდეს ბავშვებთან, რომ კარგად იყოს, აი არ ვიცი ასე მირჩევნია, ასე უფრო რაღაცნაირად გრძნობ თავს, რომ სწორად და მართლად ვიქცევი. გუშინაც არ მინდოდა გითხარით კიდევაც დაბადების დღეზე წამეყვანა, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, რომ უნდა წამეყვანა და
იქ ჩავთვალე საჭიროდ რომ უნდა წამეყვანა ალექსანდრა. ფოტოსესიაზე რო ვიყავით წასულები, იქ ძალიან ვიწოტრეში ვიყავით და ტაქსით წავედით და ეგ 9:05-ის წინ იყო. ხო და კიდევ რისი თქმა მინდა. ხო, მინდა რომ ეს ყველაფერი როგორც გეუბნებოდით, მინდა მოვასწრო ეხლა დეკემბერში და არ და დეკემბერზე რომ всё რა, მე უკვე თებერვალი დავგეგმოთ, იქ გუდაური იქნება თუ ბაკურიან თუ რაც იქნება თბილისი შეიძლება, ანუ არბაზას არ გამოვრიცხავ, ხო? ხო და რა ვიცი, ასე გადავწყვიტეთ ოპერაციაზე, ანუ შემოხვალთო, უბრალოდ ალბათ სანამ დაეძინება ალექსანდრას მე იქ ვიქნები და ოპერაცია გრძელდებაო 10 წუთი, რამაც ძალიან დამამშვიდა. ზოგი მეუბნებოდა 9 საათს, ზოგი 20, ანუ ვის ალბათ რას ზოგი მარტო გლანდებს იკეთებს, ზოგს ხო 1000 რაღაცა არის გასაკეთებელი, ზოგი რას იკეთებს, ზოგი რას და ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ გლანდები არის და დასჭირდებაო 10 წუთი. და ძალიან გამიხარდა და გულზე მომეშვა და უბრალოდ რო წარმოვიდგენ იმ 10 წუთსაც, ის 10 წუთი ალექსანდრას გარეშე რო ვიქნები, იქნება 10 საუკუნე ჩემთვის და ზოგადად ის პერიოდი ძალიან ძალიან უნდა დავამუშაო თავი, რომ ძალიან თავი ხელში უნდა ავიყვანო, რომ ჩემი ნერვიულობა არ იგრძნობოდეს და პირიქით ხიხიხახათი, მე არ შეგეშინდეს ნებუთხა ალექსანდრას, რომ არ შეეშინდეს ალექსანდრუშკას. თუმცა აქედან გეუბნებით, რომ რა ქვია, ერთი წუთით მეგობრებო ადვოკატი წერს. ეპილაციაზე დედაჩემი არის ალექსანდრუშკასთან. კიდევ შეკვეთა მიმაქვს, ეს უნდა გადავცა დღეს პოსტაში, პოსტიდან უნდა გამეგზავნო კიდევ ამანაც, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვასწარი და ვერ ვაგზავნი ეხლა, მაგრამ არა უშავს. კარგია მინდია, დილა. წავცუნცულდით ეხლა მეიდარჩი, რეფრეშ რუმში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეპილაციაზე ვიყავი მეგობრებო, ეხლა მოლში შემოვედი და ნახეთ როგორი ეს ბოლო პერიოდია, კორსეტებზე ჭკუა მეკეტება, ნახეთ როგორი ლამაზია. აი, ძალიან ლამაზია, ნიუ-იორკში ისეთი კარგი არჩევანია, ეს ქვედაბოლა ნახეთ როგორი ლამაზია. და ღირს 99 ლარი. ძალიან ლამაზია. ესედაც. ესეთებიც ნახეთ როგორი ლამაზია, ყველაფერი საოცრად ბზინავი კოლექცია აქვს. ეს შარვალი მე მგონი ადრე არა, ეს სხვანაირია. ესეთი ბზინავია, ესეც თვლებით. მაგრამ აი ამ კორსეტმა ძალიან მიგცია ჩემი ყურადღება. მინდა რომ გავისინჯო. კიდევ არის სხვანაირები. რაღაცა ესეთები, მაგრამ ესენი დიდად არ მომწონს. უი, ამაზე ფასდაკლება ყოფილა 39 ლარი ღირს. მე მგონი ეხა ნანუ და იშოპინგებს, მოიცადეთ ზომა მაინც შევარჩიოთ, რომ სწორად გავისინჯოთ. ეს ემია, მე მგონი ემი კარგად უნდა მქონდეს. წავიღოთ ვნახოთ. ძალიან ლამაზი რაღაცებია. კი არ მიყვარს ეს მაღაზია, მაგრამ ისეთია რა. კაი რაღაცებია, საახალწლად. ჭყიალა. ყველასაცვია ჭყიალები, კარგია. სულ უნდა იბზინოს ქალებმა. აუ ეს კაფაც მომწონს. ვერთო ყველაფერი მინდა წამოგავისინჯოთ ჯანდაბას. გავისინჯოთ. წავედით. კიდევ რა მოგწონს? ესეთებიც არის. ესეთები არ მომწონს. ხამაცვია ემი. ეს მოკლედ ჩემი მკერდისთვის არ არის შეკერილი, იმიტომ რომ ძალიან პატარა ეს ჩაშკებს რო ეძახიან. აი ეგ ისე ძალიან ლამაზია, ვისაც ცოტა ესეთი მკერდი აქვს, პატარა ეხა ელი მომატანინე, ელსაც გავისინჯო. ძალიან ლამაზი დგომა აქვს, ხოთა შორის ძალიან ლამაზია. მართლა ძალიან ლამაზია. ცოტა ეს არის რა ქვია, არასასიამოვნო.
აი ამ პიეტკების გამო, აი ამის გამო, მაგრამ მოითმეს რა ადამიანი ისეთი ლამაზია, მაგრამ ჩემთვის აი ეხლა ემი მაცვია და ძალიან პატარაა, მაგრამ ისე ძალიან ლამაზია, ფერიც ისეთია რა, ლამაზი, წიგროვი. ეხლა გავისინჯოთ უბა ელი. მაგრამ მე მგონი დიდი სხვაობა არ იქნება, იმიტომ რომ აი ესენი აქვს პატარა. აი ესენი. ეხლა ელი მაცვია და ეს დიდი მაქვს რაღაცნაირად არის რა. არა და ძალიან ლამაზია. აი თუ ცოტა ასეთი პატარა მკერდი გაქვთ, იდეალური ჩაშკა არის, ნახეთ როგორია. ეს ძალიან ეხლა ელი არის ძალიან დიდი. თითქოს აქ ჩაშკა ბევრად კარგია, მაგრამ დიდია აშკარით. არა. ჩემი არა, ავი ხამკაბის გასინჯოთ მინდა, მაგრამ თან მეზარება. ავედი სახლში. ალექსანდრუშკა, ყავს დედა ჩემს სახლში უნდა ავიდე მაგასთან. ავცუნცულები და მე რა გადავიყვან სახლში. სახლში ისეთი ქაოსი აქვს, ისეთი არეულობა, ყველაფერი მისავაგებელია, ყველაფერი გასაკეთებელია. გიჟდებიან კარტერს მაღაზიაზე, ჭკუა მეკეტება. პატარას რომ ველოდობოდი, ყველაფერს იქ ვიყიდდი, ისეთი კარგი კოლექცია აქვს, ხოლმე ულამაზესი. აუ დე-ფაქტოში სხვა შევიდე. მოცები შევიდეთ. კორსეტებზე ვარ რაღაცა შეყარებული.